ტვინი ბრძოლებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად. რას პირდებიან კანდიდატები საკუთარ ამომრჩევლებს და რამდენად აქტიურად აცნობენ ინესაარჩევნო პროგრამებს ადგილობრივებს, დონათ იასამიძე არკვევდა. ხელვაჩაურის მოსახლეობის ნდობის მოპოვებას და ამ შენობაში გამგებლის თანამდებობის დაკავებას 7 კანდიდატი ცდილობს. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 28 წლის ირაკლი ჯაფარიძეა. ის გამარჯვებისთვის 5 ნომრით ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან იბრძოლებს. კანდიდატის სლოგანი მისი პოლიტიკური გუნდის სხვა კანდიდატების მსგავსად ერთად ავამუშაოთ ხელვაჩაურია. ჩემი გამგებლად არჩევის შემთხვევაში აუცილებლად ავამუშავებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც დღის მდგომარეობით გაჩერებულია. ეს არის გაზიფიკაცია, ეს არის გზები. აუცილებლად შევქმნით გამჭვირვალე გარემოს, რომელიც და გამგეობა იქნება მორგებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე. და ერთ რამეს ვირდებით ჩვენ მოსახლეობასაც თუ ჩვენ აგვირჩევთ, აუცილებლად ჩვენ ერთად ავამუშავებთ ხელვაჩაურს. სიმართლე დაუმარცხებელია ამ სლოგანით გამარჯვებას ლეიბორისტული პარტიიდან ერთადერთი ქალი კანდიდატი მაყვალა მიქელაძე აპირებს. კანდიდატის საარჩევნო ნომერია 20. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას პირდები, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული ყოველი თეთრი მოახმარო მოსახლეობას კეთილდღეობისათვის. ეს გამოისახება ჯანდაცვაში, სწავლა-განათლებაში, მშენებლობის სტრუქტურაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაში. ხელვაჩაურო შენთვის გამოიდარებს. ამ სლოგანით კონკურენტების დამარცხებას საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გამგებლობის კანდიდატი დავით ყიფშიძე აპირებს. მისთვის საარჩევნო ნომერია 8. ყველა თემში ერთი და იგივე პრობლემა რა კი არის შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათება, ციტრუსთან დაკავშირებული პრობლემები, ინფრასტრუქტურული პროექტები. ამას გარდა მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც გაიმარჯვებენ და შემოვლეს საკრებულოში, მათი ჩართულობით, ასევე თემის მწვანეულის უხუცესების, თვითონ მოსახლეობის ჩართულობის მიხედვით თუ რას ანიჭებენ პრიორიტეტს. ერთიანობაშია ქვეყნის მომავალი. ეს კიდევ ერთი კანდიდატის გოჩა შერვაშიძის სლოგანია. შერვაშიძე გამგებლობის კანდიდატად პოლიტიკურმა გაერთიანება ერთიანობის დარბაზმა წარადგინა. ის გამარჯვებას 17 ნომრით აპირებს. პირველი კონკრეტული ინფრასტრუქტურული ვითარების გაუმჯობესება, საგრძნობლად გაუმჯობესება, თითოეული მოსახლე იგრძნობს ამ უკეთესობას. მეორე, რაც შეეხება აუცილებლად სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაცია და გაძლიერება, ეს არის ჩემი გეგმა. მესამე გახლავთ ეკოტურიზმი, რასაკვირველია, რადგანაც ხელვაჩაურის რაიონის ლანდშაფტი ამისათვის ხელს გვიწყობს. ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით აქტიურად მიიღებ მონაწილეობას. აირჩიეთ სრულილებები ამ მოწოდებით და 3 ნომრის გამარჯვებას არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრიათ შეხრაძის ბლოკის წარმომადგენელი მირზა აბაშიძე გეგმავს. ტურიზმის განვითარებას შეუწყობ ხელ დასაქმების პრობლემას, რაც აქამდე იყო, აუცილებლად ამას გადავწყვიტავ ჩვენ. შევქმნით და მოსაგვარებელია როგორც სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების რეაბილიტაცია. დაუბრუნებთ ხელვაჩაურს ქალაქთან მიერთებულ ტერიტორიებს. სიმართლის გზით ერთად ვიზრუნოთ ხელვაჩაურზე. ამ სლოგანით ხალხის ნდობის მოპოვებას ქართული ოცნების კანდიდატი ნადიმ ვარშანიძე ცდილობს. კანდიდატის საარჩევნო ნომერია 41. სოფლის მეურნეობის საკითხები, ინფრასტრუქტურული საკითხები უნდა მოგვარდეს და ასევე აუცილებელი არის განათლების პრობლემების მოგვარება რეგიონში, ბაღების, სკოლები, ასევე აუცილებელია წყლის პრობლემების მოგვარება, გზების, შიდა გზები თუ ცენტრალური გზები. ასევე მოგეხსენებათ, რომ წლების განმავლობაში ბევრი რამ არ გაკეთებულა, მოსახლეობა ითხოვს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას. გამგებლობის კიდევ ერთი პრეტენდენტი ვაჟა ცინცხილაძე, რომელიც ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის კანდიდატია, აქტიურ საარჩევნო კამპანიას რამდენიმე დღეში დაიწყებს.